ოფიციალური პირების განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებულ უპილოტო საფრენ აპარატებსა და რაკეტებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ათეულობით კი დაიჭრა. აქედან 9 დაიღუპა დედაქალაქ კიევში, სადაც იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. Наразі проходить аварійно-пошукова операція. მიმდინარეობს გადაუდებელი სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის ნაპოვნია 9 ცხედარი, რომელთაგან ერთი ბავშვია. ეს უკვე მე-9-ია. ამ გოგონას ახლობლები ეძებდნენ, სწორედ იქიდან ისმის ხმა. იქ ახლა იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. ნათესავებმა ამოიცნეს ბავშვისა და მისი დედის ცხედარი. І це родичі пізнали тіло цієї дитини і тіло її матері. უკრაინას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ რუსეთმა მათი მიმართულებით 352 დრონი, 11 ბალისტიკური და 5 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. Була повітряна тривога, потім був відбій. საჰაერო თავდასხმის სიგნალი ჩაირთო, ოთახში შემოვცვივდით, ძირს დავწეკით და ზუსტად ამ დროს მოხდა აფეთქება. უცებ ჩავედით თავშესაფარში. ყველგან ცეცხლი იყო, ირგვლივ ბევრი ხალხი ირეოდა, მაშველები და სხვები. ზუსტად ასე იყო ყველაფერი. როცა სახლში შევედით, ფანჯრის მინები და კარები სულ ჩამსხრეული და დაზიანებული იყო. Потім прийшли додому, там у нас і стекла полетіли, і двері, все. უკრაინის სამხრეთში კი კერძოდ ოდესის რეგიონში რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შედეგად სკოლის შენობა განადგურდა, რასაც ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზაფხულის არ დადეგების გამო შენობაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა. მან იერიში გიჟურ ქმედებად შეაფასა. ერთი კვირის წინაც კიევზე რუსეთის თავდასხმას 28 ადამიანი შეეწირა, მათგან 23 საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი იერიშის დროს დაიღუპა.